თავისუფალი ჭიდაობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გორელებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს медალი მოიპოვა. ეს მიღწეული შედეგების მიხედვით გორელებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. საქართველოს ჩემპიონები გახდნენ გოგა ოთინაშვილი 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში და მერებ სულეიმანიშვილი 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ვერცხლის медალი მოიპოვა დავით ფაცინაშვილმა 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ ნიკა ზანგალაძე, ნიკა ბოჭორიშვილი, საბა ღამბაშიძე, გოდერძი ძებისაშვილი, დავით ჭეჭელაშვილი. საპრიზო ადგილზე გასულ მოჭიდავე თაგანიშვილი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია. ნიკა ზანგალაძე კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენია. დამთავრდა 2025 წლის საქართველოს ჩემპიონატი დიდებში, სადაც ჩვენმა ქალაქმა მიიღო მონაწილეობა, ავიღეთ გუნდური პირველი ადგილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ზედიზედ უკვე მეოთხე წელიწადია, რაც გუნდურს ვიგებთ ამ წლოვანებაში. კარგი ის არის, რომ ახალი თაობა იყო, ვინც ეს შედეგები გააკეთა, ანუ სპორტში მოგახსენებთ, რომ ხდება თაობათა ცვლა, ეხლა ის პერიოდია, რომ იწყება ახალი ოლიმპიური ციკლი, იწყება 4 წლიანი მზადება 2028-ის ოლიმპიური თამაშებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ეს ჩემპიონები ოთინაშვილი, რომელმაც 65 კილოგრამი მოიგო, სულეიმანიშვილი, რომელიც 97 კილოგრამის გამარჯვებულია და ასევე ის პრიზიორები, ვინც მედლები აიღეს, ვისურვებ და ვიმედოვნებ, რომ ოლიმპიური თამაშებისთვის ძირითად გუნდში მოხვდებიან და ჩვენ ქვეყანას ასახელებთ. ამ წლის 11 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში უფროსებს შორის, სადაც ვიჭიდავეთ ჩვენს გორელმა მოჭიდავეებმა. ყველაზე სასიხარულო ისაა ის, რომ უკვე დავიმკვიდრეთ თავი და მეხუთედ გავხდით ზედიზედ გუნდურში ჩემპიონები. მე ვიჭიდავე 97 კილოში, დავიკავე პირველი ადგილი. ამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩემ პირად მწვრთნელს სარჩილ ბარამიძეს. ჩემი მწვრთნელი სარჩილ ბარამიძის ძმა, რომელიც ტრაგიკულად გარდაიცვალა, ჩვენი უდიდესი გულშემატკივარი იყო და ძალიან დაგვწყვიტა გული და მისი უდიდესი სურვილი იყო ის, რომ გამხდარიყავით დიდი მოჭიდავეები და მე პირადად ამ ყველაფრის შემდეგ მინდა რომ ჩემი ყველა გამარჯვება თუ რა სინჯის медалიც არ იქნება, მინდა რომ მიუძღვნა მას, მის ხსოვნას. მოგიხსენებათ, ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი დიდებს შორის ბათუმში, სადაც ჩვენმა გუნდმა ვფიქრო წარმატებულად ვიასპარეზეთ. პირად ჩათვლაში დავიკავე ბრინჯაოს медალი. ყოველი შეჯიბრი არის გამოცდილება და ვფიქრობ ამ გამოცდილების ხარჯზე შევეცდები, რომ მომავალში ეს ჩემი ბრინჯაოს медალი გადავცვალო ოქროთ. ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ბათუმში. როგორც ყოველთვის გორმაც მივიღეთ მონაწილეობა, პირად ჩათვლაში საკმაოდ დამაკმაყოფილებლად მივიღე მონაწილეობა, დავიკავე მესამე ადგილი. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე დაახლოებით მეოთხე წელია გუნდურში პირველ ადგილზე გავდივართ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში და ეს რა თქმა უნდა უფრო დასაფასებელია და იმედი მაქვს, რომ პირად ჩათვლაში აუცილებლად გავაუმჯობესებ შემდეგ შეჯიბრზე შედეგს.